დღევანდელი ჩვენი შოუს სტუმარი კი გახლავთ ახალი შაბათის შოუს მსახიობი ქართლოს ნატროშვილი. აბა როგორ ხარ? ენო მეგობარო. როგორ ხარ კარგი ადამიანი? თავად როგორ ახარ? კეთილი იყო შენი ფეხი, თქვენს გადაცემა. ძალიან კარგი რომ მოხვედი სტუმრად შემოძმა. როგორ ხარ ახლა? როგორ მოძრაობ ადვილად დადიხარ, მიდიხარ, მოდიხარ, კომენტატებში როგორ ხარ? ხო, ეხლა 900-ზე ყოლანის სახში ვართ, მაგრამ რა ვქნა რომ მიშა მთხოვს გასვლას. ხრის მერე. აორება. ხო, არა, 900-ზე ვერ ვაჩერებ. ნუ ორი კაცი მინიმუმ არის შენში, ერთი ქართლოსი და ერთი მიშა. კი. რაც ვიცით ეს? ნახოთ, რაც ვიცით. საქართველოს დროშა? რა თქმა უნდა, ნუ ეხლა ეს რა ხდება შენსკენ პირველ რიგში ახლა ნუ შეთქონ აღნიშნე რომ ორი გაორება კი ბატონო, მაგრამ ხალხისგანაც წარმომიდგენია როგორი რეაქციები ექნება პროცესში არის ხარ გესალმებიან ალბათ და ითხოვენ ალბათ ჩემთვის ყველაზე ყველასთვის პრეზიდენტი ხარ ყოველთვის ჩემთვის არის ის დღე შავთეთრი თუ მაგალითად დღეისი ჩაივლის და მე პატრული არ გამაჩერებს ხო არის ხო ცდილობენ რომ არ გააჩერო მე მინდა რომ გამაჩერო იმ მომენტში ხდება კონტაქტი ჩემში ვახტენ მიშასა და პატრულს შორის ვერ შემოდი 7 წელია და მე უშვებ პატრულთან ახლა სწორედ გამიგე შეიძლება ბევრმა ვერს გაიგოს არის მომენტები რომ თხოვენ მაგაცები არ გადმოხვიდი მანქანიდან იმიტომ რომ თუ საჭესთან დაელოდები უკვე ჯარიმის ღირსი ხარ მოდი შევთანხმდეთ ხო გასაგებია როგორც დაარღვია ეს უკვე გეტყობაზეთ მე ეგრევე გადმოდივარ ეს უნდა დავაკეთოთ რომ აი ამის აი ახლა მაჩერებს პატრული და ყოველთვის გაქვს შენ პატრულზე უფრო მეტი დრო რომ გადმოხვდი ისინი სადაც მოიმზადებიან გააჩერებენ რომ აი სხვანაირი ეგრევე გადმოდივარ მთხოვენ რომ არ გადმოხვიდე ახლა აი მაგალითად ვანიკო არის ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელი და მოუხდებოდა ვაღებ გარემ შენ იჯეკ შენ სტრაფად მოდიორ და გადმოდი მანქანიდან მოდი იმ მომენტში ყველაფერი დამთავრდა ნიკას სწორედ გამიდი და იყო მომენტი რომ შუაღამია რამოდენიმე წელს უკან მაჩერებს პატრული პიკაპით არიან ახლა შუა რიკოძე გადმოდი ახლა სიბნელია და მიშას ხმა გაიგეს და მე აუვარდა ციცილი და ვსაუბრობთ 1:15-20 წუთია და ბიჭო არ მომეწონა ახლა ისეთი მასის პატრულია რომ ღილი ძლივს ეკვრება. შინაგანი წეღარასაც ვსაუბრობდი. მინდა რომ შინაგანი მისარმასონებს რომ უთხარი მაგას. რომ ჩვენ ესეთი ფორმა არ შეგვიქმნია. ამ პატრულს რომ უთხარი იმდენად, იმ პატრულს 1-2 თვის მერე ნომრები გავცვალე და მირეკავს. სურათი ნახე ბატონო პრეზიდენტო. შევდივარ. დავიკელი. მიხდებ ან ეს ჩემთვის იყო იმდენად სასიამოვნო იყო რომ არის კარგია ეგ. გამარჯობა ერთგვარი. და მეზობლებთან არ გაქვს უცნაური ურთიერთობა წარმოიდგინე არა ძალიან კარგი ურთიერთობა ძალიან მაგარი მეზობლები ყავს მაგრამ სულ ამას ვსაუბრობ ხოლმე ახლა 2000 ანუ 21 წელია ვცხოვრობ მოსკოვის პროსპექტზე მოსკოვის გამზირზე სიმბოლურია მაგრამ სად არის სამართალი რომ ჩემი კორპუსი არის 41 ნომერი მოსკოვის პროსპექტზე 41 ნომერში ამ დრობორი ანუ მეორე ჯეროს მოვიდნენ ხელისუფლებაში ანუ ყველაფერი ხალხში რომ მივდივარ ვუყურებ 41 დრობორი მაგრამ რითი უნდა დაიმშვიდო თავი. რითი? ლიფჩი 5-იან უნდა დაჭირო. და რომ 6-ზე ცხოვრობ? 5-იან, არა, მე 6-ზე მცხოვრობ, მაგრამ ერთი საფეხური ღირს ასულა. აბალა. ერთი საფეხური. ხოთაიდან ნეიტრალ. 5-იანს ვაჭერ, გამოდივარ, დავდივარ იქაც მიშოს. ეს არის ყველაზე ისეთი. კიდე რა სიტუაციებში გიწევს მიშა? ძალიან ბევრი ამბავი განსაკუთრებული სიტუაციები გარდა მაგისა არის ხომ? და ეხლა მაგალითად ძირითადად ამა სიარული ძირითადად ეხლა არის მომენტი რომ მაგალითად აი თუნდაც ჩემი საში რომელსაც არ აქვს რაღაც მაგაცები რომ თხოვენ ეხლა რომ 900-ზე ეხლა ყველა ვერ ახერხებს სახში მისვლას რამოდენიმე თხოვს რომ მიმიყვანე სახში ეხლა რომ მიმყავს ეხლა თან ეხლა საღამოთი გვიან პატრულები ხო ძალიან ყველას აკვირდებიან და მე და გვერდზე ამომიდგა პატრული ეხლა ვერ ეტყვი რომ მარტო ვარ იმიტომ რომ მანქანა ძალიან ქვევით უკან 5 ზის წინ 1 მიზის და თუ სწორები არ იყო ხო იმ მომენტში თუ ეს არ უთხარი ან მაგალითად იყო ესეთი მომენტი რომ დილით ყველაზე სახალისო მომენტი რომ დილით საუბრობ შუქრიშაზე მაგას მე ამერიკა ტელეფონზე და გვერდიდან პატრულია ეხლა ტელეფონის დამალვას აზრი აღარა ვეღარ დამალავ საუბრობ ოდნავ გავხედე და ჩავწი ჯონ ბაიდენია რა უკვე იმ მომენტში ეხლა რო დამალო ვიმეორებ ჯარიმის ღირს ხო რა თქმა უნდა იმ მომენტში უნდა უთხრა ეხლა სავარი მომენტი თავარი არ შექმნა და ტელეფონით არ დაგირეკავს მაგალითად მიშას ხმით ვინმესთვის რომ იყო ეხლა ეს ძალიან გავრცელებული ის არის რომ 2013 წელს ვესაუბრე მთელ მთავრობას
მართლა? მართლა? რა შედეგი გამოვიდა? ახალი ვანი ეხლა გებულობ ამას? ეხლა მე არ მიპასუხია. როგორ მოვიდა გაგცა პასუხი? ეს მართლა ტელეფონი და ეს ხმა აუცილებლად რაღაცა. მაგრამ ეხლა რამდენად ვისთვის როგორი ცუდი იქნებოდა პირბადი სტარება, იმიტომ რომ პირბადე ეხლა, ანუ ეხლა წარმოგიდგენე პატრული გაჩერდეს, მანქანაში ზიხარ პირბადე არის. ჩემთვის ყველაზე მაგარი ზარებს შორის ელეზარი არის, როდესაც სოფელს ელექტროენერგია 17 კილომეტრიანი ტროსი რო აღადგინეს 4 საათში. მართლა შენი ხმით? ერთვეს ამბობდნენ, მაგრამ 4 საათში ისეთი წესიერად რო გაიკეთებინათ 2 დღეში რა კარგად მოვიდოდა შუქი. რო ბიძინას დროსაც რო არ ქრება, ესე იგი რაზე დაგვსვეს. ვა. იმ მომენტში. რა გინდა, კარგად გამოვიდა. ხუმრობით კარგ საქმესაც რა თქმა უნდა, თავარია რომ არ დავარგოთ. ამასობაში საპრეზიდენტო საქმეებსაც აკეთებ აქ ხუმრობ. არა, ეხლა ვიცი რა არის თან მაგრაჭრის ეხლა რა, ჩემი მეგობარი მაგალითად შევარდნაძის დროს იყო, იცი შენ ეგეთი ჯგუფი არის ამორალი. კი. იმისი ბასისტი იყო რა და იჯდა მანქანაში. მაგარ პახმელიაზე იყო და რაღაც დაარღვია გესმის და მოდის ეხლა მაშინდელი მილიცია მოდის რა და უკაკუნებენ რომ მოკლედ რაღაცა და ამან პასპორტი ის პრავა რაღაცა უთხრა მისცა ის და ვინ ხარო შენ რა და მე შევარდნაძის ბასისტი ვარო და გაუშვა. ანუ თავარია პრეზიდენტი იყო და დრამერი შევარდნაძის დრამერი ვარო და გაუშვა. შევარდნაძის ბასისტი გაუშვა. ეხლა ისეთ კანონპროექტებს ებასისტი რაღაცა არის. ებასისტი რაღაცა. ეხლა ისეთ კანონპროექტებს იღებენ, საერთოდ არ გამიკვირდება რომ მიიღონ მიშას ხმა დასჯადი. აუ, ისე ხო შენ მაგარი იმის ქვეშა. დასჯადი, აი მიშას ხმას მიამსგავსებ ჯარიმა. შეიძლება და ჯარიმება იყოს. არ არის გამორიცხული. რეგიონებში რომ მიდივარ, სადმე მაგალითად გავილი მალე ხაშურს ხო? იქ ძალიან მარტივად ვიღებ 15 წუთში რო ვიქნებ. ტელეფონსაც როგორ დავკრიფო პატრული ხაშური, დამოვარდა ერთ-ერთი სიტყვაზე ხლა სახლის სპეციალურად არ უნდა ვთქვი, იმიტომ რომ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. მიადგება პრობლემა, რეკავ. პირობითად. გოგით როგორ ახარ ძმაო? ყველაზე ბედნიერია გოგიდა. სპენაში ხარ ძმაო? კი ბატონო პრეზიდენტო და ის ხდება იმ ცენტრში. ძალიან კაი. ეს მარტო გესწრაფვა. აი, იცი რა მაინტერესებს, აი დაბარა, ინო, ბეროთ ეთამაბად, ბეროთ ეკითხები გამოუშვა. მე ვა. აი, გოგოებთან მიმართება. მიშა გამოუშვა. არის აიმნებზე რომ მიდიხარ. არა, აქაც მომენტი არის რა არის, რომ აქაც ოდნავ არის გემოვნება და ცვალებადობა. არის მომენტი რომ მე ხალი მომეწონა. ხო. და უცბად, კაი ახლა მაგაში დრანახი მოსაწონი. საკუთარი ხმა გე. არა, არის მომენტი შორ. კი, კარგი გოგოა, ნუ მართლაც კაი გოგოა, კი. მაგრამ რა მაგარი გოგოა, კაი რა, ქართულს რა არის. მაგრამ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა გოგოს შენთან ურთიერთობა აქვს და რომ ფიქრობ, რომ ხა ნეტა მე მოვწონ ვარ თუ ჩემში მიშა მოწონს ეგეთი. ეგეთი ციქრე. მე მაგალითად ერთხელ შემთხვევით შაგუ დამიძახეს ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. ხო. აი რაღაც შაგუ წამოწდა. აჰა. შენ რო თქვი წაღა რომ ვიციო რაღაცები ხუმრობებიო ტელეფონი დავრეკავო ვიღაცებს და მიხაილ სააკაშვილის ხმით. აქვე რო ჩავატაროთ ეგ ამბავი შეიძლება? თუ წინააღმდეგია ხარ? არა, პირიქით, ძალიან კარგია, ძალიან კარგია. კარგი. ორი ხმა წავაგი. შეგვიძლია? მოკლედ ეგეთი იდეა გვაქვს, რომ ეხლა არ არის ისეთი პიკის დრო თუ რაღაც შეგვიძლია 154-ზე დავრეკოთ, მე მგონი დიდად არ დავაკავებ. შეიძლება თქვენ და სულ მაგრამ აი არც. ხო, მოდი 154-ზე დავრეკოთ და მიხეილ სააკაშვილის ხმით უთხარი რომ გჭირდება დროებით საშვი. აი ეგეთი რაღაც მიზეზებზე урეკავენ ახლა ხო, ხო, ნუ ჩვენ ისეთი მიზეზები მოგვისმენია რომ გადატრიალება არ მოვახდინოთ შემთხვევით. უთხარი რომ სარფში ხარ და ქვეყანას შემოსვლა გიჩვენე. მოგესალმებით. თქვენ დაუკავშირდით ერთიან სამთავრობო ცხელხას. ტადრე ბიუროსტრაფად ესალმებით. სერვისის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს გარების მოხდა. ჩემ დროს მაგერად ეს. გადაადგილების დროებით ნებართვასთან დაკავშირებით აკრიფეთ ხილაკი 1. გადაადგილება კი 8 წელი ვერ შემოსვლას ქვეყანას. აკრიფეთ ხილაკი 2. ამჟამად ყველა 154 გისმენ. როგორ ახარ გაუვარჯეს მიხეილ სააკაშვილი ვარ იმედია მიცადით. საქართველოს მესამე პრეზიდენტი გესმით ჩემი თუ არა? 140 ეგრევე არ ვიყავ. აი თუ ხმაზე ეთყობოდა რომ არ იყო მზად მაგის კაცი შეზო. ეგრევე გაუდიშა. შოკის ხო? იმის ხმაც ვერ მოვასწარით რომ ხუმრობა იყო რა. აი წარმოიდგინე, ხმაზე რა დაემართა და რომ დაენახა იმას, ხვდები რა მოახში არა ხმაზე ეთყობოდა რომ შევანაძის დროინდელი დააბრუნეს უკან. ხო, ეთყობოდა. კი. არის მაგრამ მეჩო რა მაგარი იყო. არც მოусმინეს. კარგი, ხა მეორე ზარი. გამარჯობა გისმენ. მოგესალმებით. გესმით ჩემი თუ არა? დიახ. იწერება ჩემი ხმა. დიახ, ბატონო, გისმენ. თქვენი ხმაც იწერება. მე ახლა უბრალოდ მაქვს ერთი თხოვნა. საღამოს 9 საათზე სარფილდან თბილისამდე საშუში შეიძლება რომ დავუშვათ. საშუშიდან?
სარფიდან თბილისამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი გესაუბრებით. საღამოს 9 საათიდან სარფიდან თბილისამდე. ვიზესის გადაადგილებით აბანო. ვიზეს ვერ ხედავ? საზღვრის კვეთა? შემოდივარ საქართველოს შემოდივარ საღამოს 10-ის 1 წუთზე და თბილისამდე მინდა არა უკაცრავად. მე შეიძლება მე მესტიაში შევიარო უკაცრავად. შეიძლება მე შევიარო ჩემს განახლებული რაბათის ციხე მოვინახულო. სიღნაღში წავიდე და ბოლოს ჩამოვიდე თბილისში უკაცრავად. ისეთებს აძლევთ საშვი და ჩემზე არ დაიშვება საშვი. თქვენი სახელი უკაცრავად. ბატონო. გესმის ჩემი თუ არა? ხო და საშვი დაიშვება თუ არა რაღაცა გამიკეთებია ხოლმე ქვეყნისთვის საღამოს 9 საათზე 21 საათზე საღამოს დაბა გისი როგორც კი დადასტურდება თქვენი საზღვრის კვეთა საშვით შეგვიძლია დაგეხმაროთ. აი ამას ველოდი რამდენი ხანი უკვე ბედნიერი ვარ რამდენი ხნით იქნება ჩემზე საშვი ბატონო, ჯერ საზღვრის კვეთა დადასტურდეს და შემდეგ დაგეხმარებით. კაი. კარგი. შენ საზღვრის კვეთა დადასტურდესო. შენ შემოდიო რა მე. ოღონდ საზღვრის კვეთა დადასტურდეს. არ ვიცი. მეტი რა გითხრას. მეტი მადლობა, აი ვინც მესაუბრე. პროფესიონალურად გიპასუხეთ. ხეთს მოიკითხავთ აქედან. ჩვენიერი ხომრობა გამოგვივიდა 154-ს, მე მგონი ცოტა გავახალისეთ ასეთი. იმედი არ გიწყინოთ. აძაბულ დროს, მეგობრებო, არ გვიწყინოთ, ეს იყო მეგობრული ხუმრობა. ხუმრობა იყო? ხო, ძალიან სახალისო იყო. ჩვენ ხო არ გაგვეგზელებინა თამაშობანი. კი, ძალიან საინტერესო. ჩვენ ხო ძალიან მონდომებული ვარ, ერთი სული მაქვს. მე რამ ხელა პატივი მაქვს რომ ერთ გუნდში უნდა ვიყო პრეზიდენტთან. ო, ასე რომ გადავიდეთ ახლა ჩვენ ლიდერბეთის ოთახში და სახელდან გაუმდინარე შეიძლება ყოფილიყავი აქ. ვანო. ეგარაფერი. გადავიდეთ ლიდერბეთის ოთახში. მაშას ბატონო პრეზიდენტო ძალიან ვიხარია რომ ჩვენთან მობრძანდით ლიდერბეთის ოთახში ეს ჩვენი სპონსორი აგერ ლიდერბეთი გაიცანით ცაცა ლიდერბეთი ხო ცაცა ლიდერბეთს ცაცა ჩვენს პრეზიდენტს და დავწყოთ ერთი კარგი თამაში რომელსაც ქვია დაბამზადვარ თავარი ბიჭების ტრიბუნა ანუ როგორ თავარი პროტესტი დახმარებული სიტყვებით ან რაც გვინდა დავარქვათ რაში მდგომარეობს თქვენებურად უნდა გამოხვიდეთ მიტინგზე დემონსტრაციაზე თქვენი აზრი და ყველაფერი თქვათ მე უბრალოდ სიტყვებს შემოგაშორებთ, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული თან შენში ხო მიშაც არის და ქართლოსიც არის და მიშა როგორ არის მონატრებული ახლა. ასე რომ პირდაპირ გამოუში ყველა. ქართლოსი კი მობეზრებულია ცოტა, მაგრამ ბატონო არა კარგია რომ აი არ ვიცი რა სიტყვებს აპირებდა. კარგი, დავიწყოთ სიტყვა და მე გზადაგზა შემოგაშველებთ. ხო, გაერთობი თავადაც. აბა, დავიწყეთ. შენ დაიწყე შენი პროტესტი, რა გინდა ისი თქმა გინდა. მე მინდა მოგესალმოთ მეგობრებო. მე მინდა გესაუბროთ თუ რა დღეს ჩააგდო ამ ოლიგარქმა ჩვენი სანუკვარი ჩვენი საქართველო მე მინდა მოუყვეს იმ ადამიანებს ვისაც კარგად არ ვერ შეუგნიათ და ვერც გაუგიათ თუ რა არის გათანგული მონატრება ჩემი სამშობლოში რომელიც მე გამაჩნია ამ 8 წლის განმავლობაში როგორ შეიძლება ვერ ხვდებოდეთ ამას თუ რა როგორ მენატრება ჩემი საქართველო და ბიძინა რომლებმაც თლიანად როგორც კომპლე აწყობდა ჭერში ისე რომ მოუდგა ბიძინა ქვეყანას 8 წელია მხოლოდ გააჩერა ქვეყანა და მე პირდაპირ წავაგე და ვაღიარე ჩატარდა არჩევნები გადმოდგა შუშის სასახლიდან ბიძინა თქვენ მოიგეთ ბუსკვერცხებიო თლიან ერთ მიმართ უკაცრავად და ამის ემოთმენა გვინდა ჩვენ მე ამასინად ვიყავი უკრაინაში. სპოტიშოვის. დრამატული ისტორია გავიხსენო ქართულ მეგობრებთან ერთად. რა გენატრებო ერთ-ერთ მომიხრებოთ ჩალაღაჭი. ახლა იქ მოიტანეს ბორში. მე ვთქვი მოიტანეთ ჩალაღაჭი. მაგრამ ამავდროულად მე მინდა უთხრა საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს. უზომოდ მენატრებით. და პირდაპირ მინდა გითხრათ რომ თავის დროზე რომ თქვა ბიძინამ რომ აი ბიძინა მაინც ანეკდოტებს ხოვყვებოდა მოგიყვათ ანეკდოტი ბიძინა შედი ქალოი ბუტკაშიო და მისთვის ბუტკა იყო კულტურა და ქალო იყო წულუკიანი შედი ქალოი ბუტკაში და მე
როგორი სახელმწიფოი დაგიტოვეთ? როგორც 2012 წელს ჩემი მხრიდან გადადგული ნაბიჯი რომ მე გადავდე ეს იყო რომ სახელმწიფოს ჭიპლარი მოვაწყვიტე და ესე იგი და გააგრძელოს სულ თქვა და უნდა გააგრძელოს ეპოლობდე სულა მაგრამ თქვენ რა გააკეთეთ? პირდაპირ ალყოთ ახლა ამ ბავშვს, იმიტომ რომ უნდა წავგლიჯოთ ეს ბავშვი. და არა მარტო პირამიდები, მიავაშენე რაბათი, მიავაშენე სიღნაღი, მიავაშენე ანტიკლია, მიავაშენე ლაჟიკის სპორტი უკვე იქნებოდა კრუიზი შემოვიდოდა, გავრილოვ კი არა. კრუიზი შემოვიდოდა. რა კაი. ჩაკიტარეს მაგარი ტრიუკი და ახლა უკაცრავ. და მე კიდე ამბობთ რომ აი ოღონდ მიშ არ ჩამოვიდეს უკაცრავად. და არამს მე მას არ ვიტყვის. შემდეგი ვანო. ერთი ორი ის ანიკო კიდე სიტყვები უნდა გქონოდა ხო აი მე ახლა მეგონა რომ შევდიოდი და სულ ეს იყო არა სულ ეს იყო გამოგველია სიტყვები მაგრამ შენიერი გართობა გამოგვივიდა გადასარევი გართობა თუმცა ჩვენი გართობა ამით არ დასრულებულა მეგობრებო ჩვენ კიდევ გვაქვს თამაში ცუნ და ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ თამაშს ბატონო მიხეილ ბატონო პრეზიდენტო ესე იგი ამ თამაშს ქვია უბრალოდ გამოიცან ფრაზა იქნება ეფექტით დაფარული ძალიან ცნობილი ფრაზა რაც გაგვიგია ახლო წარსულში მე მგონი არაფერი მეტი ახსნა არ ჩვენ უნდა გამოვიცნოთ ვინ არის ხო ჩვენ უნდა გამოვიცნოთ ვინ არის რა ფრაზაა დასწრებაზეა გუნდებათ ვარ დაყოფილები მე და ნიკო და ილია და ქართლოსი რა კარგად შეერს ქართლოსი და ილია. ნიკო და ვანია. ცნობილი ფრაზები. ილია და ქართლოსი და მეორე მხარეს როგორც ვიტყვით ხოლმე საჯიშე ქართველები. საჯიშე ქართველები. და დავცხოთ. ისინი ფილოსოფოსები არიან, პატარები, რომელსაც თავისი კითხვები აქვს, რომელიც სამყაროს უყურებენ თავის არებით, აღიქვამენ იმას ისე, როგორც მიიღეს მათი ტვინი. ეს ტვინი გენეტიკური დატვირთვის მქონეა და ოჯახებში იხედება. შემდეგ გამოდით დიდ ასპარეზზე. იცი ვინ არის? ბატონო მიხეილ ლადოა მქონი თორსტებს. ლადო? უმრავლესობაში. ლადოა? აბა გაუშვი. რომელიც სამყაროს უყურებენ თავის არებით, აღიქვამენ იმას ისე, როგორც გამოვიცეთ, აბა რა? აბა ეს მაინც არ გააყალბო. არა. არა, ღმერთმა დაგვიფაროს. შემდეგი ფრაზა, შემდეგი ადამიანის ვინაობის გამოსაცნობად დემონსტრაციაზე ხდება რა? თქვი განურჩევლად სექსისა თქვა იმან სალომემ შეეშალა მაგრამ რაღაცა ისე გამართულად იყო საუბარი რომ შეიძლება აჩქარებული ხმით სალომე ზურაბიშვილის ხმა ისმის კარგად და ნორმალურად ხო სალომე ზურაბიშვილი ესე იმიტომ თუ ამოვხსენით თუ სალომე ზურაბიშვილია ესე იგი ცოტა უნდა ავაჩქაროთ ეგ ხო კაია კი მე ვეთახმები ნიკას მადლობა ვიდეოსთვის ვეთახმები ნიკას იმიტომ რომ აბსოლუტურად გამართული ლაპარაკობდა ეს ქალბატონი კი ისე რაღაც ქალბატონის სალომე აჩქარეთ ხოლმე თქვენ ლაპარაკი და კარგად გამოგივათ შემდეგი ერთ-ერთია იქ 2011 წელს მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდი საფრანგეთში ჩვენს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით ბერა ო მეგონი ბერა რა ეს იცი რომელი ის არის ინტერვიუ იმ მეც ვის შეიძლება ბერას გარდა ვის შეიძლება ანტონიმი აღარ მივიყვანეთ ეს დავაწყ ეგ არის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდი საფრანგეთში ჩვენს მუსიკალურ საკითხებთან გასაგები ცუდი არაფერი არ თქვა ორი წაშია ცუდი არაფერი არ თქვა მე ერთადერთი შემიძლია თქვა რომ იქნებ გადაცემაში მოვიდეს ჩვენთან სტუმრად კი მობრძანდით ჩვენთან ჩვენ 500 ლარი გვაქვს ყველა სტუმრისთვის ინტერნეტისგან მე მგონი ძალიან ისეთი წინადადება რომ უარს მე ამაზე უარს მე ეხა ეს ხო შემდეგი თუ შეიძლება გთხოვთ ბატონო მიხეილის თქვენი რო ვერაფერი რო ვერ გაიგო პირა ვერ გაიგო ხო
მეგრელიშვილი. ვახო მეგრელი. შეიძლება იმიტავო არ გულს გარემოსთვის მე არ მესმის საერთოდ აფრიკა ბიჭო რა მაგარი არ მესმის ფიზიკურად საერთოდ არაფერი არ მესმის მე შეგვიძლია მაგ მოლაპარაკებას მე ვერაფერს ვერ გავიგებ და აქვე თქვათ გადაცემა მეგავიგე. რომ ეს კაცი აუცილებლად მოვიყვანოთ გადაცემაში სტუმრად. აი დიდი სიამოვნების კი. კარგი, ამაზე მერე ხართ. ამაზე მერე ბატონო მიხელმა ქასტლოსმა აი ტიტული გამოიცნო და შემდეგი გონი პარლამენტის წინ არის რა მომეცი ხო კი, ეგ არის. უცნობი, ხო? თან დგომის, ხო და ერთი სიყვარულია! ერთი სიმარული ამაზე ყველა კონფესია შეთანხმდა. აქ უნდა ყოფილიყო ყველაფერი, იმიტომ არ გადავიდრო, მეუბნებით რომ ის პირდაპირ ის ჰალავი უნდა რა ბაზარია, რა ხდება? მოიცა მაყურებინეთ, რა გეხვეწრეთ. ერთი სიმარულია! დარგია, შემდეგი თუ შეიძლება. დავიდა. საწოდაებო, რამდენი უნდა მომეზომოთ მე? რამდენი უნდა მედავოთ მე? ამდენი წელი არ მიშოთ საქართველოს და კიდე მე მეზოვები, კიდე მე მეზოვები. რო დააჭირა. არ დააჭირა. არცი კადრა. გვანიშნა. რამდენხანს დაიფიქროთო? აბა რამდენხანს გიყუროთო რა? ვენი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხო ეგ არის? ეგ არის. რამდენი უნდა მომეზომოთ მე? რამდენი უნდა მედავოთ მე? ამდენი წელი არ მიშოთ საქართველოს და კიდე მე მეზოვებით, კიდე მე მეზოვებით. ბრავო! შემდეგი თუ შეიძლება. მომავალს. პირველი მინდა გითხრათ რომ მიხვდათ იმისა რომ უამრავ სხვადასხვაჭრული დადიოდ არსაცასოს არ ვაპირებ, ერთი. არსაცასოს არ ვაპირებ, ან გახარია, ან რომელიმე წასულებიდან. ეგ არის მისი ფრაზა, იცი? ვის წასულები არიან, აუცილებლად რომელიმე გახარია. ვის თქვა, არასოდეს არ წავალო ყველა თავი. ეგ არის, მაგრამ იმათმა დაგასწრა. არსაცასოს არ ვაპირებ. ერთი. უფრო მეტიც არც პოლიტიკიდან გაწავალ 2-0 რეალურად კარგი გასაგებია დიდი მადლობა შემდეგი ვინ არის შემდეგი აბა ვინ არის შემდეგი ვისთქო შეწყალ ვისა წარმოგდები სოლაკე ფსუღმერს უდათქო თუ მართლმადიარების რაღაც დედამთავარი ზურაბიშვილს თუ ვისთქო თუ მამა გიორგი კვირიკაშვილს რა მაგარია იყო პრემიერ-მინისტრი შეჭამა ბიუჯეტი წავიდა ახლა ემოკალატა ემონასტერს და რა კარგია შეიძლება რა მაგარია აი შეიძლება ესეც ჩემი პაროდისტია ჩემი პაროდისტი ქართლოსი ის წარმოგდები სოლაკე ფსუღმერს უდათქო მართლმადიარების რაღაც დედამთავარი ზურაბიშვილს თუ ვისთქო თუ მამა გიორგი კვირიკაშვილს რა მაგარია იყო პრემიერ-მინისტრი შეჭამა ბიუჯეტი წავიდა ახლა ემოკალატა ემონასტერს და რა კარგია შეიძლება რა მაგარია აი მართლაც მოგონია ხა რომ სხვა ადამიანი მგონია სტუმრად იქ სხვა არის კარგი მოკლედ აი ძალიან სამარცხვინოდ ვაგებთ ხო მაგრამ ამის უცხენია კაცობრები უცხენია კიდევ გთხოვთ ფრაზა მე მინდა რომ უსმენ ამან გამოიცნოს შენ დააჭირე შენ ეს არის ის სასულიერო პირი რომელიც ძალიან გვიყვარს ეს გული და სულით ამბობ რომ ძალიან გვიყვარს და აი ის რა არის კი მართლა საყვარელი კაც აწია ხელები და ის ხო გავაბა ოკი გასვამი ხალხი დაყრილია ძირს კვდები ეს მეოცე და რა კნარიცი გასწორდა ეს წელში ყოველას მიდა ღვთისმშობელო დაიწყო გალობა და აყვასთან ხვდებოდი
მოვიკითხავთ ამ ჩვენს საყვარელ გასაკვირო პირს, რომელიც სახელი და გვარიც არ ვიცით, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი. მე მასთან უნდა მივიდე. თვალებში ეტყობა სიმართლე, ეს რაღაც უნდა ვაღიაროთ. და ამით ამოიწურა ბატონო ქართლოს ჩვენი ფრაზები, სიტყვები და საერთოდ თამაშიც. ორივეს დაემშვიდობე ბატონ მიხეილსაც და ბატონ მიხეილს ცალკე დაემშვიდობები კაცო, ეგრე ჩემი ურთიერთობა მაქვს და ეს ლიდერბექისგან უკონტაქტო ლიდერკაც ძალიან ბევრი ქართული ჩალაღაჯი ჭამს. კი ბატონო, 500 ლარი არის ზედარიცხული, უზარმაზარი მადლობა, კარგი. დისკი. მაგდროს უშტოლებით უნდა იხედებო.